გამარჯობა მოგესალმოთ ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე ძვირფასო მეგობრებო. გადაცემის სპონსორია Village 11. ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11. კორეული ხარისხი PSP-ში. როგორც მოგესალმებათ პოლიტპატიმრების სია გაიზარდა, ყოველკვირეულად იზრდება. ძვირფასო მეგობრებო, წინა პარასკევს დაკავებულ ლევან ხაბეიშვილს დაემატა ელენე ხოშტარია, რომელიც კახიკალაძის პლაკატზე წარწერის გამო დააკავეს. სოლიდარობას უცხადებ პოლიტპატიმრებს ყველას, ასევე სოლიდარობას უცხადებ ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს და სინდისის ყველა პატიმარს. მალე გათავისუფლებას გისურვებთ ყველას. დავიწყოთ დღევანდელი გადაცემა. ლევან ხაბეიშვილის დაკავების საფრთხეზე ადრეც იყო საუბარი, მაგრამ საინტერესოა რის საფუძველზე ყავთ დაკავებული ეს ადამიანი. გახსოვთ ხომ, ხაბეიშვილის ფრაზა ერთ-ერთ ინტერვიუში $200,000 გადაუხდით გედედეს ყველა თანამშრომელს, რომელიც განუდგება რეჟიმს და უარს იტყვის ხალხის დარბევაზეო. ახლა მოდით ნახოთ დაკავების მიზეზი ძვირფასო ტელემაყურებლებო. გედედეს თანამშრომლებმა ტელევიზიით მოისმინეს ხაბეიშვილის განცხადება და თავის შეურაცხმყოფილად იგრძნეს. ღმერთო, რა უცნაურია. ხაბეიშვილი აქციების დროს ისე სცემეს, სიკვდილს ძლივს გადაურჩა და აქეთ კპირდებათ $200,000. და კიდე თქვენ ხართ შეურაცხმყოფილები, ვერ გავიგე რა ხალხი ხართ. ისე რა მაინტერესებს, იცით, იქ ბათუმის პოლიციის უფროსი დღემდე აწითლებული ლოყით დადის და განიცდის ტკივილს. აქეთ გედედეს სპეცრაზმელებს ინტერვიუს დროს გული უჩუყდებათ და იბუტებიან, ვერ გავიგე რა ხდება. ქალი ქალია, კაცი კაცია, სპეცრაზმელია თუ რასთან გვაქვს საქმე? ეს სათუთი ძალოვნები რა ტრენდია, ვერ გავიგე, ერთი გამაგებინეთ. რა არის ეს სათუთე რა ხდება ამ ძალოვნებში? სუსმა ხაბეიშვილის წინააღმდეგ შეზღუდვები მოითხოვა. კონკრეტულად მას შეუზღუდეს სატელეფონო ზარის წერილის გამოქვეყნების და პაემნის უფლება. მე მახსოვს ოცნების წევრებს საერთოდ არ ეშინოდათ ხაბეიშვილის, არადა პირიქით ჩანს ისეთი შეზღუდვები დაუწესეს, რომ ხომ ჩასვეს ციხეში, მაგრამ ციხეში კიდევ ციხეში ჩასვეს. ანუ ციხეში ხოზის და კიდე ციხეში ზის, ყველაფერი აუკრძალეს ფაქტიურად. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ 4 ოქტომბრის მართლაც რომ ეშინია ქართულ ოცნებას. არადა ხაბეიშვილს კლოუნს ეძახდნენ, მახსოვს და დასცინოდნენ. რა ვიცი, კი აგაფორი აქათ ამ კლოუნმა, თქვენი სათუთი გულები, ფრთხილად იყავით, ძალიან ცუდად გაქვთ დაცდილი ამ რუსებს კლოუნები, ძალიან ცუდად. ფრთხილად იყავით. ქართული ოცნება მხოლოდ ოპოზიციის დაჭერით არ შემოიფარგლება, უკვე მიადგნენ საკუთარ მხარდამჭერებს და ყოფილ თანამდებობის პირებს. რამდენიმე დღის წინ კორუფციის ბრალდებით დააკავეს ქართული ოცნების თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. ჯუანშერი ბრალს არ აღიარებს და ციხიდან ასეთ განცხადებას ავრცელებს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს უსამართლობა უმოკლეს დროში დასრულდება. ეს მითხალ ხო? თურმე უსამართლობა ყოფილა ეს ყველაფერი. როცა დაიჭირეს, მაშინ აეხილა ჯუანშერს თვალი, თორემ მანამდე კი იყო ვარდივით გაფურჩხული აი ამ უსამართლობაში. ჯერ სადახარ ჯუო, თქვენივე კლანის სასამართლო რომ გაგასამართლებთ, უსამართლობა მერე ნახე, შეიძლება შოკში ჩავარდე. რაც არ ჩაგიდენია, ისიც შენი ჩადენილი რო იქნება. ღარიბაშვილი და გობელაურო, ძალიანაც გადაიხარხარებთ ახლა აი ამ ხუმრობაზე, თქვენც წინ ძალიან დიდი თავგადასავლები გელოდებათ, ამიტომ ცოტა თავშეკავებულად გაიღიმეთ ხოლმე, როცა ესეთ რაღაცას ვამბობ. ბოლო დღეების მანძილზე სხვადასხვა წყაროები აანონსებენ ქართული ოცნების ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას. ცოტა ავღელდი ეს ამბავი რომ გავიგე, იცით რატომ? სააკაშვილის დროინდელი მურუსიძე ასამართლებს და მაგიტო. თორე ქოცების დროინდელი მურუსიძე რო ასამართლებს, კიდე იმედიანად ვიქნებოდი. კიდე რაღაცას ამართავს ვიპოვიდით ამ ქვეყანაში, მაგრამ მიშას დროინდელი ასამართლებს, ხვდებით? არადა 1-2 წლის წინ როგორი ამაყი და გაყოყოჩებული იყო ირაკლი, მაგრამ რას ვიზამთ? ქოცური ბედის ბორბალი ასეთია, ვის როგორ დაუტრიალდება ჩემო ირაკლი, კაცმა არის. ირაკლიში ორივე ირაკლი ვიგულისხმე, სიმართლე რო გითხრათ, ღარიბაშვილის და კობახიძეს. ახლა რომ გაბადული სახით დაიარება ღარიბაშვილის დაჭერით სიხარულისგან მეცხრე საზე რომ არის ასული კობახიძე. ერთი რამე უნდა ყველას გვახსოვდეს, ქოცური სამართალი, ქოცებისთვისაც
ქოცური სამართალია. განურჩევლად სქესისა, მლიქვნელისა, ლაქუცობისა, პირფერობისა და ყურმოჭრილობისა. ასე. ასევე გავრცელდა ხმა, რომ ღარიბაშვილს პასპორტი აქვს ჩამორთმეულიო, რომ ქვეყნიდან არ გავიდესო, ფაქტიურად ირაკლი არის ტრიფიკინგის მსხვერპლი. ვიცი რომ ტრიფიკინგია სწორი ტერმინი, მაგრამ ირაკლის შემთხვევაში არის ტრიფიკინგის მსხვერპლი. როგორ დღეშიც ხართ ახლა კოცები, ხუმრობაც ისეთივეა. კოცებიდან ყველას იჭერენ. ისი არიან შეშინებულები, მე მგონი 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობა ამათ უფრო აწყობს ვიდრე ოპოზიციას. ისეთი მდგომარეობაა დღეს ქართულ ოცნებაში. რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ დააკავა პირი, რომელსაც ბრალი ედება 2022-24 წლებში საქართველოში შემოსული 600 მილიონ დოლარზე მეტი თანხის გათეთრება. არ მოგესმათ? 600 მილიონი დოლარი. 600 მილიონი დოლარი ფული თეთრდებოდა და თურმე არავინ არაფერი იცოდა საერთოდ. 600 მილიონი ამდენია. 6 ტონა ფული ხალხო. ფაქტობრივად ერთი ვაგონი ფული შემოვიდა და არავინ არაფერი იცოდა, არაფერი გაუგია. 6 ტონა ნაგავი რო წავიღო სადმე მანქანით, ძირფასო მეგობრებო, იმაზე გამაჩერებს პოლიცია და დამაჯარიმებს. და ამან უპრობლემოდ 6 ტონა ფული შემოაგრიალა ქვეყანაში. წარმოიდგინეთ რა მასშტაბის კორუფციული ქვეყანა გავხდით. წარმოიდგინეთ. მხოლოდ ერთი ადამიანი 600 მილიონს ათეთრებს, კიდევ რამდენი ასეთი ფაქტი იარსებებს, რაც არ ვიცით. იქეთ ტენდერები, ჩინოვნიკებისთვის მშენებლობების ატყატები, კიდევ დაუბეგრავი ნავთობები, ეს რამდენი შეგძლებია ჩემო ბედკრულო საქართველო. ეს რამდენი შეგძლებია. ქვეყანა გამოწურეს ბოლო თეთრამდე. ახლა დაჭეჭყეს და ზემოდან ხტუნაობენ, რომ იქნება ბოლო წვეთებიც რამენაირად გამოადინო. ხალხი გაღატაკებულია, მთავრობა გამდიდრებული, ქვეყანაში უსამართლობა და კორუფცია ყვავის, მოკლედ საქართველოს ისი აქვს დარხეული, რომ ახლა 4 ოქტომბერს რომ გვეშველოს, შეიძლება კიდევ კაი ხანი მაინც რომ ვერ გვეშველოს. აი ასეთი პროგნოზი მაქვს მე. ქართული ოცნების მომხრეებში ძალიან დაბნეულობა, ნაწილი ვერ ხვდება, რა თქვას, ნაწილი ძალიან გაბრაზებულია მთავრობაზე. მინდა შემოგთავაზოთ ნაწყვეტი ინტერვიუდან, სადაც ადამიანი გამოხატავს საკუთარ გულის ტკივილს იმაზე, რომ 13 წელი ელოდება, რომ სადმე დანიშნონ და ყურადღებას არავინ აქცევს. ოცნების მხარდამჭერია. ერთ-ერთი საინტერესო მონაკვეთი მინდა გაგაცნოთ ახლა. გაუშვათ თუ შეიძლება. უსკადება მაგ ძაძამიას. რაღაცა ფეშენ ინსტიტუტი აქვს, რაღაც დაამთავრა თურმე დაგლეჯილი აქვს, ისე დაამთავრა თურმე რა. იმდენი მაგას გაუსკდეს თავის. დანიშნე განყოფილების ბოლო დანიშნე სამართლოს უფროსის მოადგილედ. სამართლოს უფროსად დანიშნე და თუ ეგეთი მაგაცია მამამისი, დანიშნე სამინისტრად. რას ვინიშნო ბიჭო თბილისში იმას, ვიღაცა ნაბიჯوارს ბიჭო. ხედავთ ხალხო, ხედავთ რა დღეში ჩააგდეს ადამიანი. რა დღეშია ეს ადამიანი. ამ კაცს წნევა, შაქარი, თვითშეფასება და ამბიცია ერთდროულად აქვს აწეული. ერთადერთი რაც ვერ აწია, ეს არის შემოსავალი. 13 წელი ელოდება რაღაცა სარგებელს, სადღაც დანიშნოს, რაღაც სარგებელს და არაფერი არ ჩანს. არაფერი. ვიღაცებს ნიშნავენ, ვიღაცა ბავშვებს ნიშნავენ საკრებულოში და ამას კიდე არც არ ნიშნავენ. ეს თავიდან ბოლომდე საინტერესო ინტერვიუა, მაგრამ მე რამდენიმე მომენტი ამოვარჩიე ძვირფასო მეგობრებო. მოდით ნახოთ შემდეგი ნაწყვეტი. სისხლი გვაქვს ჩამთქმეული აქ ხალხი ვართ. უძილო ღამეები ძმო. ჩემი ოქრო არ ჭხრიალებს და სხვისი ბამბა ჭხრიალებს. მაგის დედავად ეგარ გავიგეთო. შევარდნაძეს თაობისთვის პატარა ვიყავი. ამათვის დიდი ვარ. ჩემი დრო აღარ მოვიდა. აი, ხედავთ ხალხო, ჩემი დრო აღარ მოვიდაო. გაცეცხლებულია კაცი. 13 წელია ელოდება თავის დროს და არავინ არსად არ სვამს საერთოდ. და ეს 13 წელი შეცქერის ხვებს, როგორ თქლეფენ ფულებს. გაცეცხლებულია ისეთ მდგომარეობაში, შეიძლება რომელიმე ჩინოვნიკის დაეტაკოს და ცოცხლად შეჭამოს ისეთ მდგომარეობაშია. თან გადახარშული აქვს. ამ 13 წლის განმავლობაში რამდენი ფული აქვს გამაზული. გამაზა.
თავის ახალგაზრდობის წლებმა და მილიონებმა გვერდი აუარა ძვირფასო მეგობრებო. შევარდნა ძიძოსო, პატარა ხარო, ახლა დიდი ხარო, აღარ დადგაო ჩემი დრო. როგორც ფილმ ფესვებშია ის ფრაზა მოუხდება ამას. ჩემო მეგობარო, შენ ფულის ქაფის მომენტი გამოგება. სხვათა შორის ამ ინტერვიუს შემეცნებითი ხასიათიც აქვს. თქვენ იცოდით, საიდან მოდის სიტყვა პასპორტი. ეს ადამიანი აგვიხსნის ახლა კარგად და ყურადღებით მოусმინეთ. Ცხრები ვართ საბუთებით, მარტო. დანარჩენი ვართ საქონელი ვართ. აი, პასპორტი საიდან მოდის, იცი? როდესაც ადამიანი დედის მუცლიდან გამოდის, ის ხო წყალშია. გამიგე, он прибивает в порт, паси კეთდება პორტზე. ანუ რო გამოვიდა დედის მუცლიდან, კეთდა პასი გაკეთა, ანუ პორტი. პორტმა მიიღო საქონელი. გამიგე, ახლა არ მინდა მოკლედ ამ თეორიას შორს ანუ მისა პასპორტში წარმოიდგინე მიხვდით ხო რა საიდან მოდის პასპორტის სიტყვა ოღონდ აქ ვინ კოდით აზუსტებ მე რომელი პორტიდან გინდა ეს ყველაფერი ბათუმის პორტიდან თუ ფოთის პორტიდან მე არის შემთხვევები მამის და ბავშვის ვინ კოდი არ ემთხვევა ხოლმე ერთმანეთს და მაიქ ცალკე ამბავია მიხვდი აღარ მინდა ეხლა ეს სიღრმეებში შევიდე რა ქართულ ოცნებას შეიძლება დედაქალაქში ყავს უკმაყოფილო მომხრეები, თორემ რეგიონებში სულ სხვა სურათია ძვირფასო მეგობრებო. მოდით ნახოთ რა სიახლეს თავაზობენ კასპელებს. კასპში ყოველთვის მუდმივად სიახლეებია. ხან რაღაცა ფერადი ბუშტების ფესტივალია, ხან რაღაცა გეი ქორწილებს კრძალავენ და ერთ-ერთი მოდით ნახოთ რა ხდება კასპში. კასპის სოფელ სასირეთში წყაროს რეაბილიტაციისთვის 15500 ლარი გამოიღო. ამ სოფელში ერთი წყარო უკვე გაკეთებულია. რომლის სახელწოდებაა ძმობის წყარო. კასპში რიგით მეორე წყაროს აშენებენ. ერთი უკვე არის, ძვირფასო მეგობრებო, ეს ერთი უკვე წინა გადაცემებში მე გითხარით ამ ძმობის წყაროს შესახებ. რომ ერთი წყარო გააკეთეს, ეს კასპის მერის სოფელშია და იქვე გაიკეთა წყარო, რა ძმობის წყარო დაარქვა. და ახლა მეორეს ამატებენ. და კიდევ დაამატეს ამატებით 15500 ლარს ხარჯავენ. როგორი ტემპით ვითარდებით თუ აკვირდებით. სომხეთში, სოფლიოში აღიარებული ტექნოლოგიური გიგანტი NVIDIA ქარხანას აშენებს და ჩვენთან კიდე წყაროებს ვაშენებთ, ძვირფასო მეგობრებო. რაც ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ხალხი დაჯდეს და ილოთაოს. ხელს უწყობს რა ხელისუფლებაც, რომ კაი დრო ატარონ, რომ იქეიფონ რაღაცა და სიტყვით თავრობაზე ვინმე რამე არ თქვას, არაფერი არ, ეს აქეიფოთ კონდეთ საქმე ხალხს. რეგიონებში სულ უფრო აქტიურდება ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანია. ნახოთ ქართული ოცნების ხაშურის მერობის კანდიდატის ვინმე პაატა ჩადუნელის წინასაარჩევნო განცხადება. მიყვარს ნადირობა, თევზაობა და ოფროუდი. მერობის კანდიდატი ამბობს, მიყვარს ნადირობა, თევზაობა და ოფროუდი. ანუ ოფროუდი უყვარებია რა და ოფროუდი უყვარს რა ეს ოფროუდი ეს თუ აირჩიეს ხაშურში მე მგონი გზებსაც არ დააგებს იმიტომ რომ ოფროუდისთვის ახლა რა თუნდა ახლა იქ გზები და ის ჯიპით ხო უნდა იჭენაოს რა ქვია რეგიონში ძალიან გულახდელი განცხადება მაგრამ უფრო უკეთესად შეიძლებოდა მიყვარს ნადირობა თევზაობა ოფროუდი კაი გულაობა ნაშები ერთხელ მოვდივართ რა ამ ცხოვრებაში და გააფერადე 41 შეიძლება ოპოზიციის ნაწილი 4 ოქტომბრის აქციისთვის ემზადება, ხოლო ნაწილი არჩევნებისთვის. ორი დღის წინ პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია გერმანიიდან ჩაერთო და განაცხადა, რომ ისინი არ უერთდებიან აქციას. გახარია გვეუბნება, რომ თურმე არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და სხვა გზა არ არსებობსო. ამას გვეუბნება ადამიანი, რომელსაც რამდენიმე ოპოზიციის მიერ მოგებული არჩევნები აქვს გაყალბებული. ამისთვის 2018-2020 წლის არჩევნების მაგალითებიც კმარა ძვირფასო მეგობრებო. თან ყველაზე უტიფრობა ის არის, რომ თვითონ იცის, რომ არჩევნების გზით ესენი არსად არ წავლენ და ამას გვიმტკიცებს, რომ არჩევნებით გასტუმრებაა გამოსავალიო. აი რატო ახლა მიწა არ გასკდება ძვირფასო მეგობრებო? რატო მიწა არ გასკდება? ოღონდ გერმანიაში კაცო, აქ კი არა, გერმანიაში.
როგორც ირკვევა, გახარიას პარტიის წევრები საერთოდ არ აპირებენ 4 ოქტომბრის აქციაზე მისვლას. ინტერვიუს რომ მოусმინე, აპირებენ რომ გახარიამ თქვა რომ ჩვენი გზა უნდა იყოს ესეთიო, რომ ოცნებასო 20%-ამდე უნდა დაუგდოთო რეიტინგიო, რომ არჩევნებით მერე მოუგოთო, ანუ შემდეგი არჩევნები უკვე მარტივად მოუგოთო. ამას გვეუბნება, რომ 20%-ამდე უნდა დაუგდოთ გახარიას რეიტინგი. გახარიას კი არა, ქართულ ოცნებას უნდა დაუგდოთ 20%-ამდე რეიტინგი. ძალიან გრძელვადიანი გეგმა აქვს შემუშავებული გახარიას. ერთი სიტყვით ჩვენ თაობაზე გათვლილი გეგმა არ არის. აი 1-20 წლის მერე რომ ხალხი დაიბადება, აი იმ თაობაზე აქვს გეგმა გათვლილი. გრძელვადიანი კი არა, უფრო გრძელსაუკუნოვანი გეგმა აქვს შემუშავებული გიორგი გახარიას. 20%-ამდე უნდა დავწიოთო ქართული ოცნების რეიტინგიო გახარიამ. აი რომ დაწევენ, მერე უკვე არჩევნების გზით გაისტუმრებენ ქართულ ოცნებას. შეგახსენებთ რომ ძვირფასო მეგობრებო, ლუკაშენკოს 5% აქვს რეიტინგი გამოკითხვებით და არჩევნებში იღებს 80%-ს. ამიტომ გიორგი თვალებში ნაცრის შეყრას თუ აპირებ, ახლოდან შეგვაყარე. გერმანიიდან რო გვაყრი, ახლოდან შეგვაყარე. ან ჰამოდი შეგვაყარე და წადის. გახარიას ინტერვიუს შემდეგ იქამდე დავდივარ, რომ ყველაფერი მაინც ხალხის ბრალია ძვირფასო მეგობრებო. აი ოცნებიდან წამოსულებს რომ ვაძლევთ სულის გაწმენდის საშუალებას. მე ანგელოზის ფრთებით დასხდებიან სტუდიებში და გვიხსნიან ამ წუმპეში ცხოვრების თავისებურ ხედვას. თან გრძელვადიას, იმიტომ რომ თვითონ ასე აწყობთ. მიხვდით? და მონოლოგის ბოლოს მინდა შევეხო 4 ოქტომბრის აქციას, რომელიც 4 საათზე იწყება. აქციის ორგანიზატორები დარწმუნებით გვეუბნებიან, რომ 4 საათზე დაიწყება აქცია და უკვე 8 საათზეო ხელისუფლება იქნება გადმობარებულიო. ანუ 4 საათში დასრულდება ამ მთავრობის მმართველობაო. ვაი, მეტი არ მინდა მართლა 4 საათში დაგისრულებიათ ეს ხელისუფლება. აი მეტი არ მინდა. მეტი არ და თქვენ თუ მართლა ეგ გააკეთეთ, ჩემზე დიდი დაუძინებელი მტერი თქვენ არ გეყოლებათ. არა ცვლილება მეც მინდა, მაგრამ თქვენ გაიხალხო 4 საათში თუ იცით როგორ დაასრულოთ ამ ხელა ოლიგარქიული მმართველობა. 13 წელი რაღაც გაგწყვიტეთ წელში გამაგები. რა ვიცი, აი რა არის ახლა ეს? მე რა შემიძლია ახლა ვთქვა, რომ 4 ოქტომბრის აქციაზე ახლა რაღაცა ჩემი მოწოდება არ შეიძლება მითხრეს, ეთერითო, იმიტომ რომ მარეგულირებელი გვიგრძელოს, ხო და მოდი ასე განვიხილოთ ეს თარიღი. 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ. გამოცანასავით არის 4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ. რა არის? ხო და ამ გამოცანას აქვს ორი სწორი პასუხი. ერთი პასუხია რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა. სწორი პასუხია, ხო, ესეც სწორი პასუხია. მეორე სწორი პასუხია 4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ. რა არის? ვამთავრებთ დასავლეთთან ურთიერთობას, ვამთავრებთ განვითარებას, ვამთავრებთ პროგრესს. ესეც სწორი პასუხია ძვირფასო მეგობრებო. იმ შემთხვევაში თუ ხალხი არ გამოვიდა, შესაბამისად ესეც სწორი პასუხია. ხო და ამ მარტივ ამოცანაზე სწორი პასუხი თუ გინდათ მიიღოთ, თქვენ თვითონ მიიღეთ გადაწყვეტილება. თქვენ თვითონ. მე არაფრისკენ არ მოგიწოდებთ. მე არაფრისკენ არ მოგიწოდებთ. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო ჩემი მონოლოგი და იმედია მალე ჩემ შოუს კლავ გააფორმებს ბენდი თამუნა ლეკვეიშვილის ხელმძღვანელობით. გაქირავებითაც ვერ გავაქირავეთ ეს ადგილი ძვირფასო მეგობრებო. მადლობთ. გადაცემის სპონსორია Village 11, ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11, კორეული ხარისხი PSP-ში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345, მარტივი 45.